საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2 თებერვალს წმინდა ექვთიმე აღმსარებელს კერესელიძე მოიხსენიებს. წმინდა ექვთიმეს ღვთისა და ეკლესიის წინაშე უდიდესი ღვაწლი მიუძღვის. რომ არა მისი რწმენა და თავდადება ჩვენი ეროვნული საუნჯე დიდ საგანძურს დაკარგავდა. სწორედ მისმა თავგანწირულმა სიყვარულმა და შემართებამ შთამომავლობას უძველესი ქართული საეკლესიო საგალობლები შემოუნახა. წმინდა ექვთიმე ერისკაცობაში ესტატე კერესელიძე 1865 წელს რაჭაში, სოფელ სადმელში დაიბადა. 1882 წელს თბილისში ჩამოვიდა და მორწმუნე ახალგაზრდებთან ერთად მოსახლეობაში სარწმუნოების განმტკიცებისა და ძველი ქართული საეკლესიო საგალობლების შესწავლა-გავრცელების მიზნით საღვთო წიგნს საკითხავი დააფუძნა. მოგვიანებით კი წმინდა ილია მართლის შუამდგომლობით ახალგაზრდებმა სტამბა შეიძინეს, სადაც ბეჭდავდნენ და ავრცელებდნენ საღვთო წიგნებს. გალობელ მელქისედეკ ნაკაშიძის ხელმძღვანელობით მან საეკლესიო გალობის სწავლაც დაიწყო. მოგვიანებით მან გაიცნო იტალიიდან დაბრუნებული ცნობილი საოპერო მომღერალი წმინდა ფილიმონ ქორიძე, რომელიც საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადატანას აპირებდა. ქვეყანაში პოლიტიკურად დაძაბულ პერიოდში წმინდა ექვთიმემ მოახერხა და ათასობით საგალობელი ნოტებზე გადაიტანა. 1912 წლიდან იწყება მისი სასულიერო მოღვაწეობა. თავდაპირველად იგი გელათის მონასტერში მორჩილად გამწესდა. იმავე წელს ბერად აღიკვეცა და სახელი ექვთიმე ეწოდა. 1917 წელს მას მღვდელმონაზვნად დაასხეს ხელი. გელათის მონასტერშიც უამრავი საგალობელი შეკრიბა და დაბეჭდა. 1921 წელს კომუნისტურმა რეჟიმმა წმინდა ექვთიმე აღმსარებელი წყობისთვის არასაიმედო პიროვნებად მიიჩნია და დააპატიმრა. თუმცა რამდენიმე თვეში გაათავისუფლა. ამ პერიოდიდან იწყება როგორც წმინდა ექვთიმეს, ისე სხვა სასულიერო პირების დევნა და შევიწროება. საშიშროების გამო მღვდელმონაზონმა ექვთიმემ ყველასგან გასაოცრად ერთი ურმით სავსე საგალობლების სანოტო ფურცლები გელათიდან მცხეთაში გადაიტანა. 1929 წლიდან მღვდელმონაზონი ზედაზნის მონასტერში გადამწესეს. მან შემდგომ იქ აიტანა ქართული გალობის ხელნაწერები. რკინის ყუთში მოათავსა და მიწაში დაფლა. 1935 წელს კი სახელმწიფო მუზეუმს გადასცა 34 სანოტო კრებული, რომელიც 5532 საგალობლისა და რამდენიმე სასულიერო შინაარსის ხელნაწერისგან შედგებოდა. ყველა ეს ხელნაწერი, რომელიც ღირსმა მამამ ქართველებს გადაურჩინა და შემოუნახა, მომავალი თაობებისთვის უდიდესი საგანძურია. ის ჯვარი კი, რომელიც მას დაეკისრა, ღირსეულად ატარა. წმინდანი ერთ-ერთი სანოტო კრებულის ყდაზე უფალს მადლობას შემდეგი სიტყვებით სწირავს. დიდება შენ და უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, ძალო ცხოვრებისა ჩემისაო, რამე თუ რომელი არა ვიცოდი, მადლითა შენითა ვისწავლე და რომელი არა შემეძლო, ღირსი მყავ დაწერისა წიგნისა ამისა. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საკვები პროდუქტები და შეშა გადასცეს. საქველმოქმედო აქცია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორგანიზებით შედგა. დაწესებულების დირექტორის მოადგილის მამუკა სეფიაშვილის განცხადებით მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც განხორციელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა მოვინახულეთ დავით გარეჯის მამათა მონასტერი, მონასტერს გადავეცით შეშა და საკვები პროდუქტები. ესეთი ღონისძიებები ჩვენისგან არ არის პირველი და შეიძლება ითქვას ტრადიციათაც იქცა. დღევანდელი მონაცემებით გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღვარს არ აჭარბებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა. ამირან გამყრელიძის განმარტებით ბოლო 5 კვირის მანძილზე აღინიშნება გრიპის მაგვარი დაავადებების ინციდენტებისა და მწვავე რესპირაციული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის წილის ზომიერი მატების ტენდენცია. ლაბორატორიულად გრიპის ვირუსის 255 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 8 დასრულდა ლეტალურად. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, მომდევნო კვირებში მატების ტენდენციის გაგრძელება ლოგიკური იქნება და პრევენციის ზომების გამოყენება აუცილებელია. მესამედან მეოთხე კვირის ჩათვლით გვაქვს ზრდის ტენდენციის შემცირება. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ მეორედან მესამე კვირაზე ჩვენ გქონდა ავადობის მაჩვენებლის ნახტომისებური ზრდა დაახლოებით 90 ერთეულით, როცა 248-დან გაიზარდა 332-მდე მაჩვენებელი, ხოლო მესამედან მეოთხე კვირაში ეს მაჩვენებელი გაიზარდა მხოლოდ 25 ერთეულით. ანუ ადგილი აქვს ზრდის ტენდენციის შემცირებას. ცირკულირებს ქვეყანაში, ისევე როგორც ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში H1N1 დომინირებს. ეს შტამი განსაკუთრებით აგრესიულია
ახალგაზრდა ადამიანებისადმი, განსაკუთრებით ასევე ორსულებისადმი და ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფებისადმი. ამიტომ ხაზს უსვამდა ისევ ვთხოვ განსაკუთრებით ფეხმძიმე ქალბატონებს, თუ არის პირველი სიმპტომები ვირუსული ინფექციის, მიმართონ თავის ოჯახის ექიმს, თავის მეანგინეკოლოგს და სწრაფად დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა განხორციელებული სამუშაოების 1 წლის ანგარიში წარადგინა. შეხვედრა თბილისის მერიაში შედგა. მხარეებმა სამსახურის ბიუჯეტის მაჩვენებლებზე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გადახალისებისა და სერვისით მოსარგებლეთა რაოდენობაზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო გეგმებზეც გაამახვილეს ყურადღება. როგორც ცნობილი გახდა, ცენტრმა შეიძინა 13 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით აღიჭურვა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ბუთხუზის განცხადებით, გასულ წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რამაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების გაუმჯობესებას ხელი შეუწყო. 2015 წლის განმავლობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა შეასრულა 262,000 გამოძახება, მათ შორის 150,000 დასრულდა ჰოსპიტალიზაციით, საკმაოდ დიდი მაჩვენებელი არის და მიუთითებს სამსახურის საკმაოდ დატვირთულ მუშაობაზე. ასევე დაგეგმილი ბიუჯეტის ფარგლებში შეძენილი იქნა სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელიც აკმაყოფილებს ევროპის სტანდარტებს, ასევე აპარატურა, რომელიც ასევე ძალიან მიახლოებული არის ევროპის სტანდარტებთან და მოხმარება ჩვენ მოქალაქეთა კეთილდღეობას. ჩვენ დიდ ყურადღებას და აქცენტს ვაკეთებთ იმ საკითხებზე, რომელიც ჯერ კიდევ გამოწვევების სახით გვაქვს და მოსაგვარებელია. ეს არის დისპეჩერიზაციის საკითხი, ეს არის ჰოსპიტალიზაციის საკითხი, ჩვენ საუბარი გვაქვს ახალი სოფტის დანერგვაზე, იმისათვის რომ ადამიანური ფაქტორი გამოირიცხოს და პირდაპირ პროგრამულად მოხდეს იგივე ჰოსპიტალიზაცია, დისპეჩერიზაციისთვის შემუშავდეს გაიდლაინები. ეს ყველაფერი ის პრობლემები და ის საკითხებია, რომელიც, რა თქმა უნდა, დროში შეამცირებს მომსახურებას და დაარეგულირებს იმ საკითხებს, რომელიც, ასე ვთქვათ, უფრო სწრაფ მომსახურებასთან იქნება დაკავშირებული. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად საზოგადოებრივ ცენტრებში მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვა და სოფლის მეურნეობის თემაზე კონსულტაციების გაწევა იგეგმება. მათ მიეცემათ საშუალება, რომ საზოგადოებრივი ცენტრები გამოიყენონ და ჩვენც მოგვეცემა საშუალება იმისი, რომ ის ინფორმაცია მივაწოდოთ, რომელიც მათ რეალურად ძალიან ჭირდება, თუ რა პროექტებს ახორციელებს სახელმწიფო და ასევე დონორი ორგანიზაციები, იმიტომ რომ დღეს ისევ ერთად მნიშვნელოვან გამოწვევად ინფორმაციის არანაკლებობა სახელდება. სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ადგილობრივი რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა დარგის განვითარებასა და მსოფლიო ბაზარზე მისი პოპულარიზაციის საკითხებზე იმსჯელეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ლაქტალისი ქართული რძის პროდუქტების კომპანია სანტეს ერთ-ერთი აქციონერი გახდა, რაც დაწესებულებას მისცემს საშუალებას ქართული პროდუქტები მსოფლიო ბაზარზე წარმოაჩინოს და ადგილობრივი რძისა და რძის პროდუქტების წარმოება განავითაროს. რძის წარმოების განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის და არაერთი ღონისძიება არის დაგეგმილი და მიმდინარეობს უკვე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისეთი მსხვილი კომპანიის, როგორც არის ლაქტალისის შემოსვლა ამ ბიზნესში არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან პირველ რიგში ეს დაკავშირებული იქნება ხარისხის ამაღლებასთან, შემდეგ საექსპორტო ბაზრებზე გასვლასთან და კონკურენტუნარიანობის ამაღლებასთან, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა მოგახსენოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. მსოფლიოს ლიდერი რძის პროდუქტების წარმოებაში ლაქტალისი გახდა ერთ-ერთი მსხვილი მონაწილე სანტეს წარმოების, ის არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ აქტივის თანამფლობელი და ჩვენ ერთად საერთოდ სანტეს და ქართული პროდუქტის სახელით მათი მეშვეობით შევძლებთ იმას, რომ პროდუქცია გავიტანოთ საერთაშორისო ბაზარზე, გავიტანოთ უახლოეს რეგიონში და გავხდეთ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ინტერნაციონალურ ბაზარზე.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის საკითხთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას უწყების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ თბილისის მერი, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები ესწრებოდნენ. მოლაპარაკებების შედეგად მუნიციპალიტეტების ფინანსური გაძლიერებისა და ურთიერთთანამშრომლობის კუთხით ევროპელ კოლეგებთან ერთობლივ პროექტებზე მუშაობა გადაწყდა. ჩვენ ევროსაბჭოსთან ერთად ვფიქრობთ ერთობლივ პროექტებს, ძირითადად ორი მიმართულებით, ეს არის მუნიციპალიტეტების ფინანსური გაძლიერება და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობა. ვფიქრობთ, რომ ეს პროექტები უახლოეს მომავალში უკვე მომზადდება, რათა ერთობლივი ძალისხმევით განვახორციელოთ და საქართველოში დავამკვიდროთ ის პრაქტიკა, რაც არის მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის ევროპაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შემუშავებული იქნება ინდიკატორები, რომლითაც მოხდება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შეფასება ერთის მხრივ, მეორეს მხრივ საკანონმდებლო დონეზე გაჩნდება ჩანაწერი ინტერმუნიციპალურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რომ ჩარჩო არსებობდეს მუნიციპალიტეტების მხრიდან ერთმანეთს შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურს არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის დევნილთა საარსებო წყაროების უზრუნველყოფის მიზნით. მოგეხსენებათ, რომ სამინისტროს მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის დევნილთა გრძელვადიანი განსახლება და ამავე დროს პრიორიტეტი არის მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში და მათთვის საარსებო წყაროების შექმნა. საგრანტო კონკურსი, რომელიც ბიუჯეტით შეადგენს 2016 წელს 250.000 ლარს, მოიცავს ორ მიმართულებას, ეს არის სასოფლო-სამეურნეო პროგრამების ინიციატივების ხარდაჭერა და თვითდასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური ინიციატივების ხარდაჭერა. რაც შეეხება დეტალებს, რომელიც აუცილებელია დაინტერესებული მხარეებისათვის, შეუძლიათ ეს ინფორმაცია მოიპოვონ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. ჩვენ გვექნება ღია კარისდღე, ასევე დრო იმისათვის, რომ მივიღოთ კითხვები და 7 მარტამდე შესაძლებლობა ექნება ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას შემოიტანოს განაცხადი, ხოლო განაცხადების განხილვა მოხდება გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე, შექმნილია სპეციალური კომისია. პროფესიული განათლების ეროვნულმა საბჭომ თემატური სამუშაო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა გამართა. მხარეებმა სწავლების კონცეფცია, მისი არსი და მეთოდოლოგია, მართვის სტრუქტურა, ინსტიტუციური ჩარჩო და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები განიხილეს. ჯგუფის მუშაობას შვეიცარიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ფასილიტაციას უწევს გაეროს განვითარების პროგრამა. აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დარგის სპეციალისტებთან ერთად დაესწრო. დამსაქმებელთა კმაყოფილების კვლევა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აწარმოებს სისტემაში, გვიჩვენებს, რომ დამსაქმებლები ძალიან დაინტერესებულები არიან პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა სტაჟირებაზე მიღებით და რეალურად ამ სტაჟორების უმეტეს ნაწილს, ან რაღაც ნაწილს მაინც ისინი აუცილებლად დასაქმებენ. სწორედ ამ ინიციატივის კიდევ უფრო მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი არის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მოდელის შემუშავება საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს როგორც შრომითი ურთიერთობის ჩამოყალიბებას სტუდენტსა და მომავალ დამსაქმებელს შორის, ასევე უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ პრაქტიკული უნარჩვევების შეძენას და პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. დღევანდელი შეხვედრა ეხება საქართველოში დასაქმებაზე დამყარებულ სწავლებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია პროფესიული განათლების რეფორმირების დღის წესრიგში. პროფესიული განათლება ცდილობს გააერთიანოს საჯარო და კერძო სექტორი. კერძო სექტორის განვითარება კი უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის, რადგან ის ერთი მხრივ უზრუნველყოფს მჭიდრო ურთიერთობებს კერძო სექტორსა და კოლეჯებს შორის, ასევე ხდება საჭირო თეორიული და პრაქტიკული უნარჩვევების გაერთიანება. კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, დოკუმენტის საბოლოო ვერსიის დამტკიცებამდე უწყება სამუშაო ვერსიას საჯაროდ თბილისსა და რეგიონებში წარადგენს. პირველი შეხვედრა სამთებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გაიმართება. მიხეილ გიორგაძის განცხადებით აღნიშნული დოკუმენტის მიზანს საქართველოში კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვის განსაზღვრა წარმოადგენს.
მინისტრის განმარტებითვე აღნიშნული სტრატეგია წარმოაჩენს კულტურას როგორც თანდაყოლილ ღირებულებას, მის მნიშვნელობას ეროვნული იდენტობისა და სოციალური ერთობის განმტკიცებისთვის. დოკუმენტის სამუშაო ვერსია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ვებგვერდსა და ვიკიპედიაზე უკვე განთავსდა. დოკუმენტი გახლავთ მისია კულტურის სამინისტროსი, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ შემდეგნაირად. კულტურის სამინისტროს მისია არის არა თავად შემოქმედების პროცესში ჩარევა, არამედ იმ პირობების და ნაყოფიერი ნიადაგის შექმნა, რათა ნებისმიერ კულტურის დარგს ეფექტური განვითარების საშუალება ჰქონდეს და მიზანი ამ დოკუმენტის გახლავთ სწორედ სისტემატიზირება ყველა იმ პრობლემის და საკითხის და გამოწვევის, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ჩვენი საზოგადოების შეთანხმება გრძელვადიან ხედვაში აი ამ გამოწვევებთან და პრობლემებთან დაკავშირებით. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის 83 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გაიმართა. ღონისძიებაზე ქართული კალიგრაფიის 150-მდე ნიმუში გამოიფინა. შეხვედრაზე საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრის ლოცვა კურთხევით გამოცემული წიგნის უფალის სუფევს მშვენიერება შეიმოსა წარდგინებად შედგა. ღონისძიება აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. დღევანდელ დღეს ჩვენი საზოგადოება ეზიარება აი ამ საღამოს მშვენიერებას და მშვენიერების საშუალებით ეზიარება ღმერთს და თვითონ საღამო ტარდება ძალიან ამაღლებულად. ორი პიროვნება დიდთადად რომელთა შემოქმედებასაც ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვეზიარებით, ეს არის ქალბატონი ლეილა ბაღბაიას არაჩვეულებრივი კალიგრაფიული ნაწარმოებების გამოფენა და ჩვენი ერის არაჩვეულებრივი წარმომადგენლები, ხელოვანი, მეცნიერნი და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ლაპარაკობენ მშვენიერებაზე წიგნში, რომელსაც ქვია უფალის სუფევ მშვენიერება შეიმოსა და ეს დაევალა ქალბატონ სვეტლანა ქეცბას სულიერების და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს, რომელიც აი ამ მშვენიერებით კურნავს იმ დიდ ტკივილს, რომელსაც ქვია ჩვენი ტკივილი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტკივილი.